დღეს მე და ზურა ტყეში წავალთ, სადაც მოამზადებთ გემრიელებს. და შემდეგ ღამის 3 საათამდე გავჩერდებით, საიდანაც ახალი თავგადასავალი იწყება. ჩაუჭიქით. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR-ს. ახლა მე ზურა და ტაისონი ვიმყოფებით სადღაც 1700-1800 მეტრზე, მე რუკაზე გადავამოწმებ. წინ დიდი გზა გვაქვს. სადღაც აიქ უნდა ავიდეთ. სადღაც 1 საათია უკვე მოვდივართ. იგივე ტიპის ტყე იყო მანამდე და აღარ გადავიღე. აქეთ უკვე მინდვრები დაიწყო. აი აქვე ჩანს თავი, მაგრამ ძალიან უსწორმასწოროა რა, კარავი არ დაიდება. სავარაუდოდ შეიძლება აქეთაც გავშალო, თუ ზურად გადმოვყვა და გადმოვიდა. თუ არ დაეზარა, იმიტომ რომ მაინც იმდენს ვეღარ დადის, ისედაც ბევრი ვიარეთ და აი ადგილი კი არის, თავში პირდაპირ. გამარჯობა ხარ ხო? როგორ დანდებით, ალბათ მიცანით, ცოტა დაკლებული და უკვე გადაობას გეტყვით. უკვე თანაბარი წონა ვარ. თანაბარი წონა ვართ უკვე მე და ზურა. მე ზურას დავეწიე და ზურა მე დამეწია. მე კაროჩე. ერთმანეთს შევხვდით რა. 70 აუსტი არ ავწონი რა, ბოლოს რო ავიწონე ერთი კვირაა გასული. 72 ვიყავი გუშინ. შეიძლება ვიყო კიდეც უკვე. წინ, ან გუშინ, აღარ მახსოვს ზუსტად. ეს კიდე ჩემი ბრენდის სათვალეა. ჰა. კაპანა ვუდი შეგიძლიათ ნახოთ. ამაზე გავისაუბრებ, რომ ჩავჯდებით. მეგობრებო, ჯერჯერობით ჩემი ვარჯიშის კონთოვანი მასის მატების და წონის მატების ვიდეოებს ვდებ ხოლმე მხოლოდ ჩორთებად რა. მე უფრო დიდ ვიდეოებს გავუშვებ, სადაც ჩემი ტრენერი ლაშა რაღაც რჩევებს მოგცემთ ხოლმე, როგორ გავიარეთ ეგ გზა. იმიტომ რომ ლაშა მოვარჩევს, ლაშას აქ დაწერილი ჩემთვის ყובה, ყველაფერი ლაშაზეა რა. მე მეც ჩემებურად გაგიზიარებ რაღაცებს და მაგაზე დიდ ვიდეოებს გავუშვებ ხოლმე. ოღონდ ჯერ არა, მეგობრებო, პატარა რაღაცა კიდე. აი რაღაც ზონეზე მივალ და მე. მაგრამ უკვე ბოლო აწონით, +15-ია და საქმე მიდის იდეალურად. დღეს ჩემი ჩანთა არის გახეთქვაზე. ძალიან დამძიმდა. იმიტომ რომ ბევრი ნივთი მაქვს ჩალაგებული რა. ბევრი რაღაც წამოვიღე საკმაოდ და ესენიც ვიყიდე სხვათა შორის. ყურის დამცავები. სანამ დავყრუდი. ჩემი კარავი მაქვს წამოღებული მეგობრებო დღეს ქემშიარიდან. მე და ტაისონი აქ მოთავსდებით. ზურას თავის კარავი აქვს. ზურა, ეგ კარავი გაგიტეს თავს. ანუ დაძინებით აქ ძინებია. ხო, გასაბე. დღეს ერთი დიდი ქათამი დავიწიე. მე და ზურა ვაპირებთ, რომ ესე გაშლილ მდგომარეობაში
მოვამზადოთ ეგ ქათამი ნაკვერჩხალზე. სავარაუდოდ შებინდება უკვე დაწყებული იქნება ეგ რომ მორჩება, იმიტომ რომ დიდი დრო დაიხარჯა აქ ამოსვლაში, ამების გაშლაში, ჯერ ზურას ვერ ვაყენებ. ადე ზურა, ადე. მოკლედ, ახლა მოვიმარაგებთ 4 ჯოხი გვინდა ასეთი ფორმის რომ ჩავარჭოთ და მე ქათამი თავისი ორი შამპურით დადგეს და მე ქათამს შევაზავებ აჯიკაიას ცხარე წითელ აჯიკაში. და ხო მეგობრებო, ვიდეოდან მინდა მიულოცო აჯიკაიას მშობლები გახდნენ, შეეძინათ მაგარი ბიჭი, გილოცავთ ღმერთმა ბედნიერი მშობლები. კი, კარგი ადამიანები არიან ძალიან და ღმერთმა ბედნიერი მშობლები გამყოფოთ და მაგარი შვილი გაგიზარდოთ. პატარა ბაგრატიონი თან. კიდე ერთი ნამფილი და არა ნაყიდი გვარის ბაგრატიონი. ჰა. მოკლედ მეგობრებო, შეუდგეთ საქმეს. ესე ყოფა ქათამს. მე კაი ცეცხლის დამხება. ოდ კაი ნაკვერჩხალი გწირდება. აი სულ ორი წამი დამაცადე. ახლა ამას კანს გავაცლი, ისე მოვამზადებთ. ჯობია რა. ზურა კისერი გიყვარს. მეც მაგრა არ მიყვარს და საერთოდ მოვაჭრეახლავე. რა. ეს რა გულია? იქ ანგული იქ. ხვიძლები არ აქვს ხომ? არა. ატოშო. ხვიძლები ხალხებიან, ვინდიმო. ხო, ხვიძრეულობას კუჭს და კუჭმას რა, ცალკე ყიდია. მე ხვიძს ვჭამ მარტო კუჭს და გულს ვერ მე კი ყველაფერს. მე ვერ. მოვათვალე უკვე. დაჭერია ხალხი ხემალში მე ხელი. კატ. სო გადატყე. წეხლით. აჰა. ეხა შამპურებში გავუყოთ. კარტოფილში ჯერ სუნი ნახე მოდი. აჯიკა ეს წაუსმით. აუ რა გემერიელია ჩი. ხელები დაბანილი გა ხო? კი. შეაზილე მიდი მაშინ. ხელი შეაზილე ვიჯო რა საკეთებ ჩემ ნერვებს მომი. გაი. ხმელი არ გაჩერდება. ოიე. კარგად მოიფერე ყველგან. და მოტრიალოთ. ამიტომ ეს მოკიდა და. მომე. მიდი არ დაგენანოს. მომებარე და ეყოფა. ეკითხა ეს და ამებში საუში და მომენტ მე ცურთა მაქვს მაგ ვენახილ.
ძალიან ბევრიც არ წავუსვათ, თორე ხო იცი ეს ცხარია. მაგიდო მივასება მე. კაც მაღალია ეგ დაჟე. ზურა ტაისონი როგორ გიყურებს. გემრიელად. აიგენი კარტოფილში გავუშვათ? ხო. ხო მოუხდება. შიგნით ამოვძილა რა. იურესავით. ყანისაც დავჭრი, კარაქი და ყველესო უცოტა. მეგობრებო, ვინც BBS ტრეინინგზე მიყურებდით ხოლმე, გემახსოვრებათ ცოტა ხნის წინ გამიუქმდა ეგ არხი. ხო და მე თვითონ ძალიან მომწონს ეგ თემა რა. მე თვითონ სიამოვნებდა მსგავსი ვიდეოების გაკეთება. მე ბევრ ამბავს ვიგებდი, თქვენს გაგებიებდი. თან მართლა ვიცი რომ მართლა გიყვარდათ რა. ბევრი არ უყურებდით, მაგრამ ვინც უყურებდით, მართლა გიყვარდათ ეგ არხი და ვფიქრობ BBS ტრეინინგი ხომ არ დავაბრუნა, რაიმე გზებს ვიპოვი. და თუ რაღაცა გზას მივაგენი, ჩემებურად, დავაბრუნებ ახალ არხზე BBS ტრეინინგს. მაგას გაგაგებინებ, წესით დაბრუნდება, იგივე სახელი ერქმევა BBS ტრეინინგი, იგივე ტიპის ვიდეოები დაიდება, საინტერესო ამბები, მისტიური ამბები და ასე შემდეგ. ხო და თუ ამ ვიდეოს დადებამდე ეგ მოაგვარე, კომენტარებში ავპინავ კომენტარის სახით ამ არხის ლინკს. ზურა აბა ახლა შენ დაჭერი. კი ბატონო. აუ რა კაია ჯერ ნახე. აჰა, აგე ჩემეთებში. სამაგარი ჩანს ზურა. მაგარი არის და მიტომ ჩანს. აუ ნახე. Perfecto. ეს არის ნორმალური ადამიანის საჭმელი. კარტოფილს აღამონდე დავტოვებ და მე გავაგზავნე. ხო, რა საღამოსკებად გვექნება ეგ კარტოფილი, თან კაი დიდი კარტოფილები არის და იურესავით შიგნითვე. მე გავსინჯე უკვე და საოცრად გემრიელი, მას საოცრად წარია. შენთვის არ შეიძლება მით უმეტეს ცხარე. მე ნუ მიყურებ შენ პატრონს უყური. თან შენ ნაჭამი გაქვს საჭმელი. ის როგორ შემწარია? კბილებს მოჭერაცა უნდა ზურება რა. ძალიან წარია. რაც კუჭი მოჭერია, ზარი აფერი მჯანია მეგონი. ფაქტობრივად ერთი ხათამი უნდა ვჭამო დღეს მე ერთი ფეხის და პატარა ფილის გარდა. ახლა ნახო ფილი. შენ შეჯამე უკვე ისე. რა? საოცრებაა. ვიცი. ისე ქათამზე რო იზახენ რომ ქათამია და ზოგი ხორცათა ზართულის. ხათამი ბიჭო ერთ-ერთი საუკეთესოა. ყოველ დღე ჭამ საქონელს და ქათამს. ესე იგი შენ სპორტ ფლორა ფაუნის ნახევარზე მე. ჰა? შენ სპორტ ფლორას
თუ ფაუნა იცხოვარ. აუ მეგობრებო, ქათამი ისეთი კაი გამოვიდა, რომ რავი რა, ძალიან მაგარი გამოვიდა. მეტი როა შეიძლება. აი პირადად მე ამას გემრიელი ქათამი არ მიჭამი, ესეთი მაგარი გამოვიდა. ზურამ შეჭამა პატარა ბარკალი და ეგეთ ვერ შევჭამ. ამხელა ფილის ნაგლეჯი და დანარჩენი ერთი ქათამი გავმუსრე. აგენა ღვდება. აი სულ რა სერიოზული ტიპი ხარ, ყური რო გაქვს პირში ჩადებული. ეს სცენარი აქამდე თითქოს არ მინახავს. რაღაც პატარა ნაყოფები ვითა აქ რა. აზიარო რა არის. დღეს მეგობრებო გასტროლას არ ვაპირებ. ნახოთ აბა ქათმის უნზე თუ მოვა რამე. მაგრამ მაინტერესებს. რა იქადა? ხო ვჭამეთ. რო ვჭამე მე. მე 6 უნი. იცი სად წავიდა და სად იქნეს? ხო, მაგრამ აღარ იქნება. ახლა რო გავისროლო, აღარც არაფერი მოვა, თან მომენატრა რა, რამდენი ხანი არაფერი მოსულა ახლოს. და სხვათა შორის მეგობრებო, იმ დღეს ჩემს მეგობრს ველაპარაკე. მას აქვს ვიდეო ხაფანგი. მანამდეც მინდოდა, მაგრამ სულ მოვიწყდებოდა ხოლმე. მე ერთმა გამომწერმა დამიკომენტარა და იქიდან გამახსენდა მე და ჩემს მეგობრს აქვს ვიდეო ხაფანგი და ამ თვის ბოლოს გამოვიწერ ვიდეო ხაფანგს, არ ვიცი ოღონდ რამდენი ხანში ჩამოვა. იმიტომ რომ შეიძლება 1-2 თვე მაინც დასჭირდეს. და წარმოიდგინეთ, ვიდეოები გახდება ბევრად სხვანაირი. მანამდეც ბევრი გამომწერს დაუწერია ესე მაგასთან დაკავშირებით რა. სხვა ადგილებში დავაყენებ. მე რესხვებსაც გამოვიწერ. კარავთან თუ რამე ჩაივლის, ჩემს გარშემო თუ რამე ჩაივლის, ავტომატურად დაიწყებს გადაღებას. და საინტერესო იქნება, რამდენი რაღაცას დავაფიქსირებთ ღამით, ტურა, მაჩვი, მგელი, შველი, რავი, რამდენი რაღაც. და მაგარი იქნება. ნახოთ, თავარია უფრო მალე ჩამოვიდეს, მაგრამ ზამთარში ყველა ვარიანტში მოესწრება. მეგობრებო, ნახეთ. ზურას ბრენდი კი გახსოვთ. ეს არის ზურას პირადი სათვალე. ზურამ გააკეთა კაპანა ვუდი. Google-ის რუკებზეც რო ჩაწეროთ კაპანა, იქაც კი ამოგიგდებთ ზურას მისამართს. ხო და ჩემი აზრით უნდა დაუდგეთ გვერდში როგორც ქართველს, თან კაი რაღაცებს აკეთებს რა. ხის აი ნეკათითის ფრთხილის ზომიდან დაწყებული რაღაც უზარმაზარი ავეჯით დამთავრებული ნებისმიერ რაღაცაზე მუშაობს, რაც ეხება ხეს. ეს უბრალოდ საჩვენებლად სათვალე, თავის პირად სათვალე ქონდა და მინდოდა მეჩვენებინა. ესე კაპანა ვუდი რო ჩაწეროთ Instagram-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე გადადით და უდევს თავისი რამდენიმე ნამუშევარი, რაც ახალი დამზადებული აქვს. როგორც ქართველს დაუდგეთ გვერდში. პატარა ცეცხლი გვინთია მეგობრებო, ველოდებით შებინებას, კარტოფის მერე მოვამზადებთ. გზად რომ მოვდიოდით, კუნელი ვიპოვე. დავკრიფი ჯიპით მომქონდა, ცოტა კი ჩაიჭრიდა, მაგრამ კუნელი ჩაის გავაკეთებ. აქ თვითონ ტყეში ცოტა იქით 100 კილიც ვნახე. და კიდე რაღაც უცხო კენკრები ვნახე, ორი ტიპის. ჟოლოც იყო აქ, მაგრამ ჟოლოს არ ასხია ის. ერთხელ ზემო რაჭაში ალპური ზონიდან რო ვიშვებოდით, მაშინ ვიპოვეთ ჟოლო. აუ რა კარგი იყო, იცი? აი ასეთები იყო ზურა დიდები და ძალიან გემრიელი იყო. თან ბევრი ესხა, აი დიდი ბუჩქი იყო. ტაისო ჩამოდი. მოსაღამოდა და გაეხსნა ტაისონს მეძებრის ისინი მოთხოვნილებები. დაიარა მთელი ტყე დაქეკა. ეთყობა რომ დღეს კაი სიცივე იქნება. იგრძნობა უკვე. რა დარჩა ისე. ახლა ნოემბრის შუაც არა ჯერ მოსული და შარშან უკვე ნოემბრის ბოლოსკენ დიდ თოლში ვიყავით და ზურა მანქანით გავიჭედეთ. და იმედია წელსაც მაგარი ზამთარი გვექნება, იმიტომ რომ ძალიან მაგარ რაღაცებს ვაპირებ. იდეები მომდის და ვიწერ მერე. თოვლთან დაკავშირებით, აი თოვლთან და ყინულიან ამინდებთან დაკავშირებით მაქვს საოცარი იდეები. კაც პირობებში რა. სხვადასხვა გამოცდის ტესტები და გავუშვებ მაგეებს მერე.
ჯიბეში დამეჭყიტა ზოგი და რაც გადარჩა იმას გავიკეთებ. კი მისცემს გემოსაც და ფირსაც. აურა კაია. ჩაის ვერ დავმოღამე. უნელის ჩაი ძალიან კაი გამოვიდა. ტაისონ, შენ გენაცვალე ჭკვიან თვალებში. ადამიანური გამოხმაურება. რა იყოს უნდა? ძაძარი. რა არის წარე? ზაგა. სურამ გამიკეთა ეს წერანდა. მაგალითად პიტაკებია მოწოდებს. ამოვაცალო არა ის. იგერებს ნახავ მე. იყოს რაც არის რა უყო. საღამოსკვებოც მზად არის. აუ კაია. ჩემი ყოჩანგალი დამჩა ხოხში და მიწევს დანიჭამა. ბიჭო ეს ციტაკა წარე სად არის? მე მომტარებს აბა მარტო. ეს არის ტაისონის საფილმო გამოხედვა. ბიჭო ამას ვერ გადაგიგდე, მთლიან გაყოლებაზე გდია. არ არის ეგ გადასაგდები. აი ობუბების ვისაც გეშინიათ გაგაცნობთ. კრაბ სპაიდერ, იგივე კრაბიობობა. კაროში შემოვა და გავჭყრიდა მე შემთხვევით. ფოთოლში უკვე აღარ ჩანს. ისია შენი ხმული. ზიوار მეგობრებო ცეცხლთან. მაგრად აცხაუბრე. რაღაცები დარბიან გარშემო, რა საერთოდ კულტურებიან ციყვები და ეგრევე ვანათებ ხოლმე ფანარს, საუბრობთ ვერც ერთი ვერ გამოვიჭირე. თან ჩართული მაქვს სულ კამერა, რომ თუ გამოვიჭერ გაჩვენებთ. აი ვიდეო ხაფანგით გამოვიჭერ პირველი. შემოვედი მეგობრებო. ჩაუბრდი ახლა. გავიხადო იმ დამწყება. ჩემი -18-იანი მაქვს წამოღებული საძილე და ამაში მართლა დამცხები პასაცმებით. მეგობრებო დავიძინებ, უკვე მოვითენთ.
1 საათი ნახევარია ტელეფონში ვიყავი. Ხაცები დაპუტიალობენ გარეთ სავარაუდოდ მელიებიან ტურები მოვიდნენ, იმიტომ რომ უკვე ტაისონის წონის ნამბიჯები, აი ტაისონი როგორც დარბის ხომ ეგეთი ხმები მესმის. ახლა ჩავაქრობ შუქს. თუ ისეთი არაფერი არ იყო, ალბათ ყვინიცელია. მეგობრებო, ჩვენი გეგმისამებრ ვიქცევით, თითქმის 3 საათი არის. მოვასწარით უკვე ჩაბარგება, ახლა დავაწვევით ქვემოთ, სადღაც საათნახევარი ან 2 საათის გზა იყო, რო ამოვდიოდით და წესით დაღმართი იქნება, ახლა ჩხარაც ვივლით და 1 საათში შეიძლება ჩავიდეთ რა. დედასუდირი. მანქანასთან რო ჩავალ, ჯერ კიდევ ღამე იქნება, მე პირდაპირ უფრო და უფრო ქვემოთ ჩავალთ, გავივლით ქალაქში, ვიყიდით ისევ საჭვენებს, იმიტომ რომ დღეს ყველაფერი გამოგველია. და წავალთ სხვა ლოკაციაზე, სხვა ადგილას წავართ, განსხვავებულ ტყეში და ბევრად მაღლა. აუ, ეშვებით მეგობრებო. ძალიან სასიამოვნო გზა არ გვაქვს მომენტებში, ისეთი ცუდი გადასასვლელი. დაღმართი და დიაგონალი. აი, ეს რა ჯანდაბაა. ახლა მეგობრებო, გზა აგვებნა, იმიტომ რომ რო ამოვდიოდით ტყეს რო გამოვდით, სადაც მანქანა დავტოვეთ რა. სანამდე ფეხით სიარულს დავიწყებდით. მინდორი იყო, მე შევედით ტყეში, სადაც უკვე მანქანა იჭედებოდა რა, ხეებში ვეღარ ეტევოდა და იქ დავტოვეთ და აი იმას ვერ ვიგებთ, ახლა ამ მინდორიდან საიდან შევიდეთ ტყეში, იმიტომ რომ არ ჩანს არაფერი.